ბრუნდებით პირდაპირ ეთერში რადიო მედიის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას. თბილისის დროით 16 საათი 20 წუთი გახლავთ და ჩვენ მორიქ სტუმარს მასპინძლობთ რადიო მედიის სტუდიაში და ასევე კლავ ვისაუბრებთ რა თქმა უნდა მიმდინარე მოვლენებზე და ამ თემაზე სასაუბროთ რადიო მედიის სტუდიაში ჩვენ თბილისის საკრებულოს წევრს ბატონ შალვა ოგბაიძეს მასპინძლობთ და მივესალმებით ბატონ შალვას. მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ჩვენ როგორც წესი სატრანსპორტო თემატიკაზე ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ დღეს მეტწილად აქცენტს გავაკეთებთ მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს ნებათამხელია, ეს მოცემულობა არის ჩვენი დღევანდელობის რეალობა და ამ მხრივ მნიშვნელოვანია ასევე თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ბევრი წლის წინ რომ თქვენ ახსენეთ საბჭოთა კავშირის პერიოდი, მაგრამ ბევრი წლის წინ ქუჩაში იდგა არაერთ აქციაზე და ფრონტის ეს ხაზი ასე ვთქვათ ნანახი აქვს ბრჭყალებში და მეორე მხრივ დღეს ხართ თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი. აი ამ ორი რაკურსიდან თუ შეიძლება რომ თქვენი შეფასება მოვისმენთ. პირველ რიგში მოგესალმები და მივესალმები თქვენი ამ არაჩვეულებრივი გადაცემის მსმენელებს, რომლებიც უმეტესწილად ახლა საჭეს უსხედან, ან ავტომობილის სალონში იმყოფებიან და მშვიდობიან უსაცობო მგზავრობას უსურებთ თითოეულ მათგანს. რა თქვენ სწორად ასვით აქცენტი რომ აი შედარების თვალსაზრისით მაშინდელი აქციები და დღევანდელი აქციები. იცით რა არის უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, როდესაც თქვენ კადრიც გვახსოვს, როდესაც დაზიანებული იყავით აქციის შემდეგ. ხო, ნურბილად და ოჯახის წევრებთან მიმართებაში იყო ცალკე. კი ბატონო. ხო და რა არის იცით, როდესაც პირდაპირ ეთერში შუქდება ოპოზიციური ფუიეშმაქს ოპოზიციურ არხებს ვეძახი, მაგრამ არ იმსახურებენ ამ სახელს, მაგრამ ჟანრს პატივსცემ და ამიტომ ოპოზიციურ არხებს უწოდებ. მათ ძალიან მალე დაავიწყდა, ძალიან სწრაფად დაავიწყდათ თუ რა მოხდა იმ ტელეკომპანიაში, იმ აუწყებლობაში, რომელსაც იმედი ქვია, რომელსაც იბერია ქვია, როდესაც იბერიას უბრალოდ მათ მეპატრონებს გადაუწვეს წაართვეს ტელევიზია, იმედზე უკვე აღარაფერს საუბრობ და კაი დედმამიშვილი იყო, ვინმეს გაებედა და სხვა რაკურსით, სხვა კუთხით გაეშუქებინა მიმდინარე მოვლენები. ან ყველაფერს რო თავი გავანებოთ, იმ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდის დასასრული პერიოდი რო იყო 2011 წელს, მახსოვს, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი თანამოქალაქეებისათვის მან შეიძინა თეფშები სპეციალური სატელიტური ანტენისათვის, რომ თითოეულ ჩვენთანგან წვდომა ქონოდა ალტერნატიული არხებისათვის და გაგვიოლებოდა მართალი სიტყვის მოსმენა. ლამის სატელიტური ანტენების პოლიცია შექმნეს, ეს ცალკე ქვედანაყოფი, რომელიც დასდებდა, ესე იგი, საზღვარზევე აპატიმრებდა ამ საქონელს, აფუჭებდა, მე პირველი სტერეოს მაგალითი მინდა გავიღო, როდესაც შევარდნენ და ის დანადგარები, ძვირადღირებული დანადგარები გააფუჭეს. აი ეს სიტუაცია იყო. დღეს მე მინდა შემახსენოს ვინმე რომელ ტელევიზიაში შეიჭრა ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელს დაუზიანა ან აპარატურა ან აუკრძალა მაუწყებლობა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მაგრამ ამასობაში პირდაპირ ეთერში ვნახეთ ეს ძალადობის ფაქტები, რომელსაც ლაივში უყურებთ საშინელი სანახავი და არავის არ აუკრძალეს, თუ არ ჩავთვლით მეპატრონეების თვითონ სურვილს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მუქთამჭამელები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როდესაც გვარამია თვეში იღებს 88,000 ლარს, ესე იგი წელიწადში თითქმის 1 მილიონ ლარს. აი, როდესაც გადაწყვიტა ამ მუქთამჭამელების მოცილება, ხო? თვითონ იკეტებიან ესენი და არავითარი ხელი აქ ხელისუფლებას მათ დაკეტვაში არ უნდა. აი ეს იყო მთავარ ახთან დაკავშირებული განცხადება გაკეთდა. დიახ. შემდგომ ახლა რაც შეეხება ძალადობას, ახლა ძალადობა, ხო, ნეტარ არიან მორწმუნენი. ეს არის 1978 წლის 14 აპრილიდან ჩვენი თაობა ვერ გაცდა რუსთაველის გამზის დედაენის დაცვის დღიდან მოყოლებული. არასოდეს ჯაყვა დანა არ გვდებია ჩვენ ჯიბეში. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ვინ გიკრძალავდა რაღაც.
პრინციპი იყო ასეთი, რომ ჩვენ გვსურდა არაძალადობრივი გზით გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი და ასეც ვიქცეოდით. და განსხვავებით, ეხლა როდესაც ადამიანი ესეთი ბარბაროსული მეთოდი, ეს არის ყველაზე ბარბაროსული მეთოდი, მე როგორც ინჟინერი ვიცი, ესე იგი, ბენზინი, ალებული ბენზინი რა ტემპერატურაზე იწვის. და ალებულ ბენზინს ტყუილად კი არ ეძახიან ამ ბოთლს მოლოტოვის კოქტეილს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შემოვიდა, ასე ვთქვათ, პოპულარული ეს ტერმინი, რომელიც ტანკსაც კი ლითონი რაღაც ტემპერატურაზე ლითონი იწვის და როდესაც ამას გადაასხავ პოლიციელს, ხო? იმ პოლიციას, რომელსაც შენ ხელფასუხდი და რომელსაც შენ თხოვრო დაგიცვას ნებისმიერ დროს და ეს ასეც არის. ხომ? აი იმ პოლიციელს შენ წვავ ადამიანს წვავ. ნუ აღარაფერს ვამბობ იმ ბარბარესულ მეთოდზე, როდესაც სახეში ესვრი ამ იმას რა ქვია პიროტექნიკას. ნუ ეხლა ეს უნდა შევადაროთ რა. ეხლა რაც შეეხება ძალადობას, აქ დავძენ რომ პირდაპირ ცალსახად ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ძალადობას ვგმობ ნებისმიერს. ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი და არა ცალმხრივად, როგორც ამას თქვათ ეს ვაი ოპოზიციური ძალები აკეთებენ. ესე იგი და კიდევ ეს უსამშობლო საერთაშორისო უსახლკაროები, ბომჟები, ეგრეთ წოდებული, რომლებიც გუშინ წინ ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთ-ერთი იმის გორბაჩოვის თანამებრძოლი, რასა რაღაც გვარი არც კი მახსოვს, რაღაც უგვარო ქალბატონი, ხომ? აი ეს ადამიანები ხომ თან შლიან დროშას, ესე იგი მათ ზურგს უკან იშლება დროშა თავისუფლება მიშას. ეხლა წარმოიდგინეთ თითოეული ჩვენთაგანი რომ მათ ქვეყანაში ჩავიდეთ და მათი დაპატიმრებული ადამიანის მათი საწინააღმდეგო ოპოზიციურ მიტინგზე რომ მივიდა. აი გერმანიაში მაგალითად შოლცის საწინააღმდეგო ოპოზიციურ მიტინგზე რომ ჩვენ რას გვიზამ. არ ნოტაზე გამოაცხადება და ლამის ომს გამოგვიცხადება რომ რატო ვერევით ჩვენ შინაურ საქმეებში სხვა ქვეყნის მაგრამ რიცი რა საქართველოს ნახეს დაბალი ღობე რა. ანუ ეგენი მოქმედებენ როგორი პრინციპით, იცით? ერთ-ერთ ტომს აფრიკაში აქვს ესეთი პრინციპი, როდესაც ისინი მეზობელ ტომს დაესხმებიან, აი კარგი განმარტება აქვს ცუდის და კარგის. როდესაც ისინი დაესხმებიან მეზობელ ტომს, ესე იგი წაართმევენ საქონელს, ქონებას, ქალებს გააუპატიურებენ რაღაც. ეს ყოფილა კარგი. მაგრამ თუ ის ტომი დაესხა ამათ და წაართვა საქონელი და იგივე გაუკეთა, ეს ყოფილა ცუდი. ესე იგი, აი ასეთი პრინციპით მოქმედებენ ახლა ეს ერთი მუჭა ლიდერები, ეგრეთ წოდებული ლიდერები, რომლებიც მართლა ტვინს უნღრებენ ჩვენს სასახელო ჩემი შვილიშვილების თაობას და მე როგორ შეიძლება ენა მომიტრიალდეს და თქვა ცუდი რომ ცუდი ახლა არავითარ შემთხვევაში ჩვენ აკოს არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა მაგათ ვენაცვალე, მაგრამ აქ მე ეს ახალგაზრდები უნდა გაემიჯნონ იმ რეჟიმს, რომელმაც მათი მშობლების თაობა, ხომ? და პაპა-ბებიების თაობა უსასტიკეთ წნეხში მოაქცია არც თუ ისე შორეულ წარსულში, როდესაც საქართველოში თითქმის 400,000-ზე მეტი ადამიანი ციხე გამოვლილი იყო სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ უმეტესწილად გარდა კრიმინალისა, რომელიც ეს ციფრი მერყეობს 25-დან 30,000 ადამიანამდე, ხო, დანარჩენი იყო ჩადებით ფინანსური პოლიციით, ესე თქვი შევარდნით, ღამის ნოტარიუსის გადაფორმებით და ასე შემდეგ სხვა მიზეზების გამო. აი ეს არის განსხვავება და მე მინდა რომ ეს ახალგაზრდებმა ხომ ახალგაზრდულ ენერგიას ვერ შევაჩერეთ, მაგრამ ენერგია შეუძლია ააშენოს, შეიძლება დაანგრიოს. ამიტომ არ უნდა ასარგებლონ ჩვენმა ახალგაზრდებმა ის ადამიანები, რომლებიც მიაქანებენ, რომლებმაც უკვე ლამის გადაჭეხეს ჩვენი ქვეყანა უსკრუში, რომლებმაც 2008 წელს ცეცხლის ალში გახვიეს საქართველო. რის გამო, რომ მათ ისინი იყვნენ უუნაროები სააკაშვილმა, ეს არის სამხედრო დამნაშავეა, მე თუ მკითხავ, და ეს რასას გასარჩევი არ უნდა იყოს, ამ საერთაშორისო ბომჟების გასარჩევი არ უნდა იყოს, მას გაათავისუფლებენ თუ არა. ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მთავრობა. არ მოგწონს, კეთილი ინებე, მიდი იმ საარჩევნო ურნასთან და აირჩია ისვეც კიდა და ციფრები ხო არის არა? მაინც და მაინც, ესე იგი, ყველას უკეს თქვენ რატომ არ გადიხართ? ეს არის
მეორე ცუდი მოწოდება, რომ როგორ შეიძლება რომ იმის მხარდამჭერები, მთავრობის მხარდამჭერები ან ვინც ხმამის ამ ხელისუფლებას კიდევ ნდობის მანდატი ვინც მიანიჭა, გავიდეს რუსთაველზე. ეს ხომ დაპირისპირება, ეს არასოდეს არ მოხდება. ეს გაკვეთილი, წარე გაკვეთილი საქართველოს გაიარა და ძალიან ცუდი შედეგები დასრულდა. ეს არ იქნება, მაგრამ ასეც არ უნდა იყოს, რომ როდესაც ადამიანები იკრიბებიან, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ არასოდეს მათ არ ექნებათ საზოგადოებისგან დიდი მხარდაჭერა ისეთი, როდესაც ისინი ხედავენ, რომ მათ გვერდზე, როდესაც კეზერაშვილი აფინანსებს, ეს საერთაშორისო ქურდი, კრიმინალი. სხვათა შორის კეზერაშვილი რახან ვახსენე, ერთხელ კიდევ უნდა ვახსენო. ამ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ხომ, წინა საარჩევნო, აი ამ რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გვიწევდა კარდაკარ ერთ-ერთი მეთოდი არის პატარა ჯგუფებთან შეხვედრა, კარდაკარ სიარული, შეხსენება, ჩვენი პროგრამის მიწოდება, ჩვენი სარეკლამო ატრიბუტიკის ასე ვთქვათ პროგრამის მიწოდება და ასე შემდეგ. ნუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც აი ჩამოვარდა საუბარი, რომ ეს კრიტიკული კითხვა დამისვეს რაღაც. მე ყოველთვის კონტრკითხვა მქონდა ასეთი მე ამ საარჩევნო ის დროს რომ თუ ხოდა შეგიძლიათ მითხრათ მეთქი ვინ იყო ფინანსური პოლიციის უფროსი წინა უკაცრავად გვარი გამახსენ კეზერაშვილი უცბად დღეს ვინ არის მეთქი და პირსაღებენ მათ არიციან ვინ არის დღეს ფინანსური პოლიცია მათ არიციან ვინ არის ამ საშემოსავლო შესაბამის სამსახურში მოდი ასე თქვა საგადასახადოს მათ არიციან თბილისის პოლიციის უფროსი რომელსაც იმ ადამიანების თუ ის ადამიანი ბავშვს მოგინათლავდა ჩათვალე რომ ისეთი ქსივა ქონა შენ ჩადებული რომ შენ კაციშვილი ხელს ვერ დაგაკარებდა და შენი ბიზნესი აყვავდება ფინანსური პოლიციის დღევანდელი შეფის გვარი ალბათ ასე არ არის ცნობილი აი ეს განსხვავება როდესაც ადამიანს აღარ არ იბარებენ ან ვინმე გამახსენოს რომ ვიღაცა ღამე დაიბარეს ან და გადააფორმებინეს ქონება ან ფინანსური პოლიცია შევარდა და რაღაც ისეთი ჯარიმა მოუგონა რომ მათ დაჭირდათ სახლკარის გაყიდვა და სამუდამო დაიქცენა ესეთი შემთხვევა უბრალოდ არ არსებობს მე ჩემ მეგობრები არიან ბიზნეს სექტორში რომლებიც ამბობენ რომ საგადასახადო გონი 2016 თუ რაღაც იმის მერე არც შემოსულა იმიტომ რომ ესენი პატიოსნად ავსებენ დეკლარაციებს, არსებობს კონტროლის საკმაოდ კარგი მკაცრი მექანიზმი, ეს არ არსებობდეს ჩვენ არ გვექნებოდა ეკონომიკური ზრდა, რომელზეც ხშირად გვაქებენ ორნიშნა ციფრით გამოხატული, რა თქმა უნდა ეს არასაკმარისია და მაგრამ თავარი არის დინამიკა, რომ ეს მატულობს და არა კლებულობს და ეს ადამიანები ვერ პასუხობენ ვეღარა არგუმენტი ეცლებათ იმის გამო რომ აი კეზერაშვილთან დაკავშირებული აი ნაკურდალის გამოყენება როგორ შეიძლება ან 2 მილიონის პიროტექნიკა შემოვიდა ეს ფული ხო საიდან მოვიდა არ კითხვა არ იბადება რომ აი ეს ფული საიდან მოდის იმ ევროპელი პენსიონერების ნაძარცვით და ქართული ჯარის გაძარცვით მიღებული ფული სირცხვილი არ არის ან თუნდაც რა ქვია ხოშტარიას რომელსაც ჩამოსდის თანხა რუსული რუბლი იცი რა არის ეგენი მოქმედებენ ალბათ პრინციპით რუსული რუბლი არ ყარს ალბათ ნუ მასენი არ ვიცი ნუ ალბათ დეზადორს ასხავენ თუ რა არის ხო ხო იცი რა არის არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი არ შეიძლება ორმაგი სტანდარტის ასე ვთქვათ ესეთი რომ აი რაღაცაზე თვალის დახუჭვა მე ვთვლი რომ ეს ადრე თუ გვიან დამთავრდება აუცილებლად დამთავრდება და ყველაზე სამწუხარო კიდევ ის არის რომ ის ადამიანები რომელთან ერთადაც მე გავიზარდე მეზობლები არიან ათესავები არიან თქვენ ხართ ჩემი ბატონი თანამშრომლები სხვადასხვა სამსახურში როცა მუშაობთ ხო ამ ადამიანს ხო მე დამკარგეს უბრალოდ რის გამო დამკარგეს? ჰოი, საკვირველებო, მე არ ვიზიარებ მათ აზრს და იცით რა არის? აპარტეიდი რა არის? აპარტეიდი ნუ რა თქმა უნდა იმ თეთრი რასის, ასე ვთქვათ, იმ უმცირესობის გაბატონება უმრავლესობაზე, იქიდან შემოვიდა ეს ტერმინი. ეხლა უბრალოდ ამ რასობრივს თუ გამოვაცლით ამას, ეს არის რომ ეს უმცირესობა, ხო? აი ამ უმრავლესობის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, როგორც არჩევნები და როგორც არჩევნების გარეშე საზოგადოებრივი აზრი, ჟურნალისტებს თქვენ პულსზე ხელი გიდებს საზოგადოებრივი აზრის, ცდილობენ მოგახვიონ ის, რაც არ არის თავს მოსახვევი და მე გუწფელად მეცინება, როდესაც ამბობენ რომ ჩვენ თურმე შევაჩერეთ ევროკავშირისაკენ სვლა. მე შემიძლია გითხრათ
აი ძალიან მკაფიოდ რომ იმ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ეს არის ფაქტობრივად დირექტივების კრებული, როდესაც ევროკავშირი გეუბნება რომ სადაური წესია და აქაური წესია, თუ გინდა ევროკავშირში ესენი უნდა მიიღო, დაანერგო იმპლემენტაციას ეძახიან, არ მიყვარს ეს სიტყვა, უნდა დაანერგო და 2014 წლიდან რამდენ დირექტივაზე გვაქვს ჩვენ ხელი მოწერილი. მათ შორის ჩემს დარგში ასე თქვა სატრანსპორტო ნაწილში ხო ძალიან ბევრ სასარგებლო რეგულაცია გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სურსათისმურნებლობის და ეს პროცესი კი არ გაჩერდა პირიქით მიმდინარეობს ინტენსიურად და ყოველ თვე ჩვენ ღებულობთ რომ აი უკვე მზად არის დანერგვისათვის ზოგს ვადა აქვს კიდევ 2 წელი ზოგს კიდევ 1 წელი ვადა ეს პროცესი მიმდინარეობს და თვითონ ევროკავშირმა თქვა რომ 2030 წლამდე არც იოცნებოდ განხილვასაც კი არ აპირებენ და ბოდიში ვინ შეაჩერა ევროკავშირისაკენ ასე თქვა ეს განხილვა ხო ნახევრად ხუმრობი და ნახევრად სერიოზულად არის ნათქვამი გახსენით მოლაპარაკება ვაწერთ ხელს მეტი რა უთხრათ ჩვენ მზად ვართ რომ მოვაწეროთ ხელი ევროკავშირთან ასე თქვა ურთიერთობის ასე თქვა შესulis ამ პროცესის დაწყებას გახსენით ბატონო ვაწერთ ხელს მაგრამ ისე რომ მათ დააფინანსონ ამ საერთაშორისო ესეთი ბომჟებმა და მათ შორის ხელიდან ნაკვებმა რამდენიმე ლობისტმა დააფინანსოს აქ საქართველოში არეულობა თან რითიცი ნუ ადამიანი თვალებ დასისხლიანებული გიყვი შენ არ გინდა ევროკავშირი მე ბიძიკო ევროკავშირში ვარ მინდა უთხრა როდესაც მე ნაგავს არ ვაგდებ მე 5 სართულიდან უკვე ევროკავშირის ის წესი მაქვს მიღებული როდესაც მე ზებრაზე გზას უთმობ ასე თქვა მოქალაქეს მე უკვე როდესაც მე გამართული მანქანით და მე უკვე ევროკავშირისა როდესაც ელექტრომობილი წახალისებული მაქვს ევროკავშირის წესია როდესაც რა ქვიან პარკირებაზე ფულს არ ვახდევინებ ელექტრომობილი ესეც ევროკავშირი მე უკვე ევროკავშირი შენი შინაგანი მდგომარეობა და არა გეოგრაფიული რაღაც შლაგბაუმი საწევა რომ გაძვრები და ევროკავშირელი ხარ ვერა აი აქ უნდა შეცვალოს ყველა და აი აქ ცოტა უჭირთ აი აქ შეცვლა აი ეს კახი კავსაძეს დავესესხები აი აქ არის რაღაც ჭანჭიკი და იმის მოჭერა უჭირთ ცოტა რა ბოდაშალო თქვენ გაიხსენეთ კიდევაც და აი ამ დიალოგში ახსენეთ ფრაზე რომ ეს უნდა გავივლით ამას და დასრულდება მაგრამ მნიშვნელოვანი ამის ისე გავლა რომ აი ეს სამოქალაქო ურთიერთობა არ დაზიანდეს იმიტომ რომ ერთის მხრივ თითქოს ჩვენ იმუნიტეტი გვაქვს პირველად არ ვართ ასეთ რთულ სიტუაციაში მაგრამ მეორეს მხრივ ასე ვთქვათ გართულების ელემენტები არ ქრება და ყველაზე მნიშვნელოვანია ახსენეთ კიდევაც რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე ეს არ უნდა მივიდეს არანაირად და ცალსახად. რა თქმა უნდა არც მივიდეს. აგერ ახლა დეკანოზის შალვა კეკელიას განცხადება რომ მამაშალვა არაჩვეულებრივი პიროვნება რომელმაც აღნიშნა რომ ტაძარში მოგვივარდნენ მოღალატეებოდა ქვეყნის წრეებო გამოდიოდა კომუნისტების წრეებოდა კომენტარი რა უნდა გააკეთო როდესაც ესე იგი ტაძარში შეგება ვაცხოვრის სპეციალების ტაძარში ტაძარს იცინდები. აი ეს არის ფაშიზმი სწორედ. აი ევროკავშირში ვინ მოიწონებს გაბედ ერთი და შეეხე რომელიმე რელიგიურ კონფესიას. შეეხე ერთი, აბა, ევროკავშირში როგორ არის ერთი წაიკითხონ, მაგრამ ეს რაღაც მასობრივ ფსიქოზის დანერგვა არის და მე ეჭვიც არ მეპარება რომ ადამიანი რომელიც ხატმებრძოლია და ღმერთთა მებრძოლია, როგორ წესი, ასე ვთქვათ, მარცხდება ხოლმე გასული საუკუნის დასაწყისში უღმერთოთა კავშირი იყო. ასე ღმერთთან მებრძოლთა კავშირი იყო ჩამოყალიბებული, რომლებიც არბევდნენ ეკლესიას, რომლებიც ქადაგებდნენ რომ ღმერთი არ არსებობს და ნეტარ არიან მორწმუნენი. და წარმოიდგინე რომ საკმარისია ჩემი თავი შემოევლოს სხვა რელიგიურ კონფესიებს. ჩვენ ტოლერანტი ადამიანები ვართ, ეს ჩემი სისხლი და ხორცი ქართველი ებრაელები იქნებიან თუ მუსულმანები იქნებიან, მაგრამ საზღვარგარეთ აბა ერთი მუსულმანის იმას ასე ვთქვათ გააკრიტიკი, ხო? რელიგიურ ძობებს. ეს რა, მაგრამ მართლმადიდებლობა შეგიძლია თავში წამოარტყა. ესე იგი, ის ადამიანი არ გცემს შენ პატივს. ადამიანები ხო ვართ, რომელსაც გწამს, თუ გწამს გაგვატარე ბიძიკო. არ ვინმე მოდის, მამაშალვა კეკელია მოვიდა და თავში ჯვარი გირწყა გინა თუ არა, შვილი მონათლე და შენც მოინათლე და რამე ღმერთი გაძლევს
არჩევანს და ამ არჩევანში როდესაც შენ ღმერთთან ბრძოლას ირჩევ როგორც წესი ჩემო ბიძიკოებოა ეს ვინც დანდებით ხომ ცუდად ვთავდება უფალმა მოგიტევოთ და ღმერთმა გონება გაგიდა და უფალო შეუნდა რამე თუ ბრიყვნი არიან და არიციან რასაკეთებენ და კიდევ ერთს დავძენ რომ ყოვლად ამაზრზენი არის სკოლაში მისვლა და ბავშვების დაპირისპირება. მე არ ვიცი მაგას რომ შევესწრო, თვლი ჩემ თავს გაწონასწორებულ ადამიანად, მაგრამ როგორ მოვიქცევი, არ ვიცი რომ ჩემ შვილიშვილს ვიღაცა დაადგეს მეგაფონით და მოუწოდებდეს რომ არისწავლოს და ქუჩაში გავიდეს. ეს სუბიექტები ხო ბავშვებს აპირისპირებენ და თუ კი ჩვენ აი ექიმის შეცდომა რამდენიმე საათში შეიძლება დადგეს, არ გადარჩება ან რაღაცა მოუვა. თუ კი ინჟინრის შეცდომას შეიძლება რაღაც ერთი რამდენიმე თვე დაჭირდეს, რომ გამოაშკარავდეს. აქ დაშვებულ შეცდომას და 10 წლის მერე თაობა გაიზრდება, რომელიც ერთმანეთთან პოლარიზებული და დაპირისპირებული იქნება. და ამ ადამიანებს ურჩევ რომ ხელების შორს ჩვენი ბავშვებისაგან, ჩვენი შვილიშვილებისაგან და ჩვენი შვილებისაგან და არავინ გადაგვეყაროს მართლა გულწრფელად გეუბნებით, ეხლა არავის არ ვემუქრები, მაგრამ ხარმარჯვნი მშვიდობის ტრედი სულიწმინდის ტრედი მეждდება თუ ხარმარჯვნი ტარტაროზე მეждდება, არ ვიცი მაგ დროს რა მოხდება და ფრთხილად იყავით, გენაცვალე, ნუ ეთამაშებით, ეს არ შეიძლება სკოლაში, ბარემ საბავშვო ბაღი დაგეწყოთ, როგორც რა ქვიან, მადამ პომპადუ ისა ქალბატონმა სალომემ თქვა, რომ და ბარემ საბავშვო ბაღებშიც დაიწყონ უკვე, რომ ესე იგი იმის ქადაგება რა ქვიან, იმ თავისი უაზრო ჩიქორთული ქართულით, როგორც ამას ეს ორპარასკევ დარჩენილი პირდაპირ მნიშვნელობით პოლიტიკური ორპარასკევ დარჩენილი ქალბატონი. რაც ახლა თქვენ აღნიშნეთ ბავშვებთან დაკავშირებით და ამ გარემოში ყოფნა და ამ სტრესული გარემოს ზემოქმედების საფრთხეებზე, სხვა შორის ჩვენ დღეს ფსიქოლოგთან ერთად ვისაუბრეთ და მართლაც საფრთხილო და გასათვალისწინებელი და ყველასთვის სათუთი თემატიკა, უახლოვდებით დასასრულს და თქვენ პრეზიდენტი ახსენეთ და ხვალ გვაქვს ჩვენ ის დღე, როდესაც პირველად ამ წესით, ამ მოდელით, ამერიკული მოდელით ხდება პრეზიდენტის არჩევა, ამასობაში საპირისპირო პოზიციაზე, ოპოზიციური პოზიციიდან ჩვენ გვესმის ხვალისთვის როგორი მზადება საუბარია და ზოგადად მოსალოდნელია შეიძლება ხვალაც აი ამ პროცესების გაგრძელება, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში აქვს ადგილი. ორ კითხვას გავაერთიანებ. ერთი, რამდენად ხედავთ იმ რესურსს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად გავიაროთ, დავძლიოთ, იმიტომ რომ იქ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ცალკე მოლოდინი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური მასშტაბით და ზოგადად ეს პროცესები ამ წუთას დღეს ამაღამ ხვალ არ დასრულდება რაღაცა პროცესებისა და მოვლენების ეპიცენტრში ვართ. აი ამ ეპიცენტრის რა რესურს ხედავთ გამოცდილებიდან გამომდინარე თუნდაც ბოლო 30 წლიანი ჩვენი სამოქალაქო მშვიდობით გასვლისა და მეორე ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით თქვენი კომენტარი. ხვალინდელ დღეს ვინ რას აპირებს? არ ვიცი. თქვენი ორგანოს წარმომადგენლებიც არიან იმ სისტემაში, რომლებმაც ახლა მე არ ვიცი, მე რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის წარმომადგენლების პოზიცია ვიცი და ვიცი რასაც აპირებენ, მაგრამ არ ვიცი სხვა რას აპირებს დღის განმავლობაში. მე შემიძლია გითხრათ მე რას ვაპირებ. მე და ჩემი მეგობრები და ჩემი ახლობლები. 19 საათზე არის ცენტრალური ნაძვისხის ანთება, ეს არის მოვლენა, რომელსაც ჩვენი ბავშვები ესეთი ძალიან დიდი მოლოდინით ელოდებიან. მე ჩემ შვილიშვილთან ერთად ვიქნები რუსთაველზე და ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს ბავშვებთან ერთად გამოსვლას და ამ ბავშვებს ძალიან არ აინტერესებთ ის უფროსი ძიები და დეიდები, ხო, რას აპირებენ დღის განმავლობაში. ისინი ელოდებიან საღამოს, როდესაც აინთე ნაძვისხე რო ეტყვია და ის ნაძვისხე რო აინთება და მე სარგებლობ შემთხვევით და ვიტყვი რომ ეს ნაძვისხე არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება ოცნების ბავშვების ნაძვისხე. ეს არის სრულიად საქართველოს ხვალინდელი დღის მომავლის ჩვენი შვილების და შვილიშვილების ნაძვისხე და ყველას ვთხოვ, ყველას მოუწოდებ რომ მოვიდნენ და ბავშვები ასიამოვნო. მე ეჭვიც არ მეპარება რომ ბავშვების აი ეს სითბო რაც ეხლა ძალიან ნაკლია ჩვენ საზოგადოებას აუცილებლად კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ჩვენი გაერთიანებისაკენ გადადგმული და ბოლოს მინდა მივმართო იმ ადამიანებს რომელიც აი ეს თვალებს ჩასისხლიანებული რაღაცას გვიკიჟინებს რომ ჩემო კარგო იმანო ვიცით მას გიზო ნიშნიანიძეს დავესესხები რომ რა კაი რამე აქვს ნათქვამი რომ შენი
გამარჯვებით მე არ დავმარცხდები. მაგრამ ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ. ამიტომ ნუ ეცდები შენ რომ დაამარცხო საღი აზრი, დაამარცხო საზოგადოება, რომელიც მეორე ადგილზე გასულ პარტიი თუ პირველ ადგილზე გასულ ოპოზიციურ პარტიას ლამის 800,000 ხმით უსწრებს. როდესაც 1,100,000 ადამიანი ხმას გაძლევს და ეს 1,100,000 ადამიანი არსებობს, ხომ? ეს არის ნება, რომელსაც და სხვა დემოკრატია, სხვა არაფერი არ არის გარდა იმისა, რომ აიტანო ის რისი ატანაც შესაძლებელია მთელი სოფლიო ჩერჩილმა თქვა ხო ამაზე საშინელი რამეა დემოკრატია, მაგრამ ამაზე უკეთესი არაფერია მოგონებული. დემოკრატია არის სწორედ ერთმანეთის ატანა. თქვენი ახლა მეც საერთოდ არ გამოვირჩევი პოლიტიკური განცხადებებით, მაგრამ ვისთვის წამომიძახებია მე რომ აი შენ ასეთო, შენ ნაციონალო, შენ ისეთო წინზი ხარ უკან გადმოჯექი, არც კი საუბრო. ქართულ სუფრაზეც კი რო ხვდები, ხო ვიცი რომ აი ეს ქალბატონი და ვაჟბატონი არიან გულმხურვალე ხარ დაჭერე. პირიქით მაგალითს ვაძლევ, რომ იმის გურამ დოჩანაშვილის ერთი რამის სიყვარული დაფარო რო ჭირდება, რომ ამ ქართულს გავაადამიანურო, ისეთ რამეებს უსურვებ, რომ ამ ადამიანებმა იგრძნონ, რომ არა ვართ ჩვენის ხალხი, რომ ვიღაცას ქვა ვესროლოთ, როგორც ესენი აკეთებენ. ამიტომ მე მინდა რომ ყველას მშვიდობიანი ხვალინდელი დღე ნაძვისხის ანთება უსურო და საერთოდ ჩვენს ქვეყანას იმ დოზით და იმ დედაქალაქს მე არა ილია ჭავჭავაძე არა ვარ ქართველი ერის სახელით ვილაპარაკოს იმის გარეშე მე ვარ საკრებულოს წარმომადგენელი და მე მაქვს უფლება ჩემს თანამოქალაქეებს და ამ მომრჩეველს მიმართ რომ მშვიდობას უსურვებ, ბედნიერ ახალწელს უსურვებ, მშვიდობას დედაქალაქს, მშვიდობას ჩვენს ქვეყანას, მშვიდობა თითოეულ თქვენთაგანს. დიდი მადლობა რადიომედის სტუდიაში დავასრულეთ ბატონ შალვა ოგბაიძესთან საუბარი, საკრებულოს წარმომადგენელთან დიალოგი. თბილისის დროით გახლავთ 16 საათი 46 წუთი და ახლობით 14 წუთში მორიგ საინფორმაციო გამოშვებას მოისმენთ. მადლობა დროებით.